Салами, чему каргебо. Здравствуйте, мои дорогие друзья. Как видно, Грузия успокаивается все постепенно. Хорошо, что мы дали голос грузинской мечте Бизина Иванишвили. Вот подумайте сейчас, хорошо, подумайте, что если бы не дали Бизина Иванишвили голос, люди, которые дали 54%, что было бы Грузия? Если меньше 50% получил бы Бизина Иванишвили, что было бы Грузия? Что было бы сейчас? Сейчас было бы бардак. Поэтому, которые люди не дали голос Бизина Иванишвили, лучше молчат вам, чем что-нибудь сказать про это грузинские мечты. Ახლა ქართულად გეუბნებით. ვისაც რომე ხმა არ მიგიციათ ბიზინა ივანიშვილისა და ქართული ოცნებისა. იმათ დაიმოკლეთ ენა. გინდა კონსერვატორები იყავით, გინდა იგენი იყავით, რა ქვია, გინდა პატრიოტებს უმეძახიან თავს, ისი პატრიოტები არიან, ხო და გინდა ეროვნულებს უმეძახით, ხმა დაიმოკლეთ პატარა. აღარ რატომ გეტყვი ამ წუთასა. ისე იგი, რომ მიეღო ბიზინას 50%-ზე ნაკლები ხმა, რა მოხდებოდა საქართველოში? ამას ვერ საზღვრავთ რა მოხდებოდა? როგორც იქნა გვეღირსა, რომე ქართველმა ხალხმა გაიტანა და გავედით და ბიზინა ივანიშვილმა და ძალისმიერმა მინისტრები გომელაური რომა და იგი რა ქვია, ხო, ძალისმიერმა მინისტრებმა ფილიგრანული სიზუსტით გაგვიყვანა ბეწვის ხიდზე გავედით. ფილიგრანული სიზუსტით. ამიტომ ამას დაფასება უნდა, ისე იგი ჩვენც უნდა დავაფასოთ ოცნება და ოცნებაც უნდა დაგვაფასოს ჩვენ კონსტრუქციული ოპოზიცია. ხომ გამიგეთ ხალხო, მე რას ვლაპარაკობ, ისე კონსტრუქციული ოპოზიცია ვინც ვართ, იქინე 62, მაგრამ გონია 64-ს იმაშობიან თუ 66-ს, არ ვიცი. თუ რაცხას გვიბოძებს ბიზინა, ძალიან კარგი იქნება, მადლობელი ვიქნებით თქვენ. ბატონო ბიზინა, მადლობელი ვიქნებით ძალიან. ხო, და რატომ ვლაპარაკობ ახლა მე ამაზე? იგი რა ქვია, ახლა კარგი ბიჭებია ეს არტიფოს ბიჭები რომაა ეს 4 ახალგაზრდა რომაა. კარგი ხართ ბაბუო, მაგრამ ახლა ულე თქვენ ვისაძლებდით ხმას? ვის მიეცით ხმა? ბიზინასთვის ხო არ მიგიციათ? ქართული ოცნებისა ხო? გინდა პატრიოტებს რომ ეძახიან თავს? იმათ ვის მისცა ხმა? ეგერ კიდო იგენი რომა მორგოშია რომა კორკოტაშვილი რომა იგენი რომა ახლა იმას და ქვია კონსერვატორებს რომ ეძახით არა თქვენ მიეცით ბიზინას ხმა არ მიგიციათ თქვენ მიეცით ჩვენ სოციალისტური პარტია და სოლიდარობა მშვიდობისათვის ძირითადად ამ ხალხმა მიეცით ბიზინას ხმა ამიტომ პატარა არ უნდა ესე ლაპარაკი რაღაცნაირად არ გამოდის ლამაზად იმან და ქვია ქარდავა გიორგი ქარდავა კარგად ლაპარაკობს კარგად მომწონს გიორგი ქარდავა და მახარაძე ნამედ არის კრიტიკას იმაშობი ბაბუა ახლა უყურე კი იმ მეშახტერზე მართალი ხართ მეშახტერზე მაგრამ უყურე სხვანაირად ვილაპარაკო ამ პოლიტიკის ამბავში არა პოლიტიკის ამბავში მოკლედ აგენმა ფილიგრანული სიზუსტით იმუშავა ქართულმა ოცნებას და კონსტრუქციულმა ოპოზიციამაც ერთმანეთი უნდა დავაფასოთ. არ უნდა ლანძღვაკი უნდა წესიერად უნდა უთხრა, უნდა რაღაცა მოუხერხოთ ამ მეშახტეებს. და ეს ამბავი გადამწყვიტოთ რაღაცა უნდა. შეწყდეს უნდა ეს ამბები. ხო, ეხლა შეგითხარით ეგი. ხომ ხედავთ რა ვქენით? რა ვქენით? თელი მას უყვირს. თელი გადავაბრუნდეთ თელი ამ სოფლიოში ხედავ სხვანაირად წავიდა ქვეყნების გადანაწილება
ხო ოდა ახლა კიდე სულ თავარი მე მქონდა ასეთი იგი რომ თხოვდი ბიზნესს რომ გაანთავისუფლე და იმას იგორ გიორგაძეს თხოვდა რომ გაანთავისუფლე და ის უვადო პატიმრები და ერთი ვიცი რომ განთავისუფლებული ირაკლი დოკვაძე რომ ძალიან გამეხარდა ის ასე არ გამხარებია არაფერი ის საცოდა პატიმრებია უვადო პატიმრები ცრემლი მომდიოდა თუ არის ირაკლი დოკვაძე განთავისუფლებულია ვიცი და სხვა არ ვიცი თუ თუ არა განთავისუფლებული გთხოვთ ბიზნა რომ განთავისუფლოთ ის უვადო პატიმრები ყველა თუ არ არის და მადლობელი ვარ რომ ირაკლი დოკვაძე დავინახე და არის განთავისუფლებული მადლობელი ვარ თამაში ხო ეხლა რა მინდოდა კიდე მეთქვა ეხლა მინდა შევარდნაძეზე ვილაპარაკო ეხლა შევარდნაძეზე იგორ გიორგაძე ამბობს იგორ გიორგაძე ახლა ხო იცი არა უბრალოდ პირობ გენერალ პოლკოვნიკი არის კგბ-ს ხო და ისე იგი სხვა ქვეყანაში ცხოვრობდა არ ვიცი სადაც თურქეთში თუ რაღაცა იყო იმ მომენტში ახლა ზუსტად არ ვიცი რომელი ქვეყანა იყო მაგრამ კანადიდან რომ გამოაგზავნეს ხორბალი ხო გახსოვთ შემოკარგებო ხორბალი ხო გამოაგზავნეს ეს შევარდნაძეს ისე კარგი რომელიც იყო კარგი ეს ხორბალი გაუყიდია გაუსაღებია გაუყიდია და ფული ჩაუდვია ჯიბეში აბა საწაიღებდა შევარდნაძე მიცემდა იმეს კპx ხო და ცუდი ისე უვარგისი ხორბალი შემოუტანია ხან საქართველოს შემოვიდა უვარგისი შეიძლება გენური მოდიფიკაცია გირომა რაღაც გენური გენი შეიძლება ასეთი იყო ასეთი კაცი იყო შევარდნაძე ასეთი უსინდისო კაცი იყო ასეთი ხო და მე ვლაპარაკობ რომ საქართველოს არ ყოლია მეტი ვარესი მტერი ვინემ შევარდნაძე ხო ხედავ ამოიღო პასპორტიდან ამოიღო მშობლების გვარი და სახელი და ყველაფერი ამოდი ეროვნებას ამოიღო მშობლების ეს რა ხომ გაიგეთ რატომ ამოიღო ხალხო იმიტომ რომ ეს იცოდა ეს უნდა გაკეთებულიყო ეს მშობელი ნომერი 1 და მშობელი ნომერი 2 ეს არის შემოკარგებო ეს უნდა და იმას და ეს გააკეთა ეხლა მე წინა იმაში ვთქვი და იგორ გიორგაძეც ამბობს რომ ეს ეროვნულები ახლა ის ზვიადიძე და იმას კოსტავაზე ვლაპარაკობ მოტყულდნენ ეს ხალხი წესიერები იყვნენ ნამდვილად ახლა ზვიადიძე და მერაბიძე ვერ იტყვის ვერ კაცი რომ უწესო ადამიანები იყვნენ და გინდა ურწმუნო ადამიანები იყვნენ და ყველაფერი კარგი ადამიანი მაგრამ მოტყულდნენ ხო და ეს უნდა ვაღიაროთ ჩვენ ვაღიაროთ უნდა ეს სირცხვილი ანუ მოტყულდა ადამიანი შეცდა ადამიანი მე კიდევ კარგი რომ ახლა გვეღირს აგერ მოვიდა ნამდვილად ახლა ხო და მასე ეროვნულებზე არ ვლაპარაკობდა ახლა თქო იმადა პარასხელიას უყვარს ნამეტარი ეროვნულების გაკრიტიკება და დავანდებოთ თავი ამ ეროვნულებს და ხო და არ უნდა ასე იგი ერთად ვიყოთ და ძმურად ვიყოთ და მეგობრულად ვიყოთ ყველა ხო და ეხლა რა მინდოდა მეთქვა ხო ეხლა იგი რა კიდო რაქნა შევარდნაძე მოიცადე ეს ხორბალზე ხო ახლა იმაზე რა ქვია ის დოკვაძე და იგენი რომ დაიჭირეს მაშინ არა იგორ გიორგაძე ამბობს რომ ის მანქანა რომელიც აფეთქდაო იმაში არ იჯდაო შევარდნაძეო არ იყო შევარდნაძე იმ მანქანაში სხვა ხალხი ჩასვენ იქიდან იგენ დაამახინეს და დაასახიჩრენ ორი კაცი თუ სხვა ხალხი იყო იქინე ვიღაცა იყო დაცვა იყო თუ ვიღაცა იყო ხო და ის ორი კაცი დამახინდა თუ არა თვითონ შევარდნაძე არ ყოფილა იმ მაშინაში აგერ ლაპარაკობს კაცია რა ვიდეოში მოვისმინე ხო და ახლა იმან თუ არ იცის მაშინ ვინ უნდა იცოდეს მაშინ ინსცენირება მოახდინა ასეთი იყო მამაძაღლური იქონდა შევარდნაძე ასეთი როცა იცინოდა რა მაშინ გითხრიდა სამარეს გითხრიდა რომ გაიცინებდა და ასე პატარა კან გაფხაჭნილი აფეთქდა იქინე მაშინა და პატარა გაფხაჭნილი იქნა კარგით ერთი რა კარგით რა
ამიტომ შევარდნაძის მომხრეები რომ არის ლანჩხუთში ბევრი ამაზე კიდევ შემდეგ ვილაპარაკებ. ხო. ეხლა შემოკარგებო მე მგონი გვეძლევა შანსი რომ 64 მაინც 64 დეპუტატი მაინც ვიყოლიოთ ჩვენ გვეძლევა შანსი მგონია. ხო და მინდა ისე იგი შავლეგ ჭოიძე მაგარი კაცი ყოფილა მე შავლეგ ჭოიძე შავლეგ ბიზია უფროსი ვარ შენზე ბევრად კარგი კაცი ყოფილიყარ კარგი კაცი ყოფილი გენაცვალე მომეწონა შენ დადებული ამ ბოლო ვიდეო ძალიან მომეწონა მაგრად იმასთან რო ლაპარაკობ ჩუბინიძესთან მოკლედ ესეც იყო ისე პოლიტიკის და ისტორიის იგი იყო რა ქვია შედევრი იყო რა ვარც იმის იგი იყო მაგრამ იმან შავლე გთხოვ პატარა რას გთხოვ იცი პატარა ისე იგი ისეთი საკითხები სოციალური საკითხები გავარჩიოთ პოლიტიკა გასაგებია უკვე პოლიტიკაზე სოციალური საკითხებზე დასვით ხო და ვიღაცა იქიდანაც მოიწვია ანუ ვალერი კვარაცხელია ან ჟღენტი მიხეილ ჟღენტია ან იგი და თემური ფიფია მოიწვია ხო და იგი რა ქვია ტელეფონის ნომერი გამაგებინე შენი შავლეგ ჭოიძე ტელეფონის ნომერი გამაგებინე შენი ვიცოდე გთხოვ რა ხო და შავლეგ ჭოიძე ახლა ბოდიში ცხოვრებაში არ მომიხდია არკასისა იმისობი არ დამიშავებია და პატარა მეწყინა ის შავლეგ რომ ისე დამცველი ყოფილიყარ გასაგებია შენ რა იმით ხელმძღვანელობდი გასაგებია შენი აზრები და იგენი რომ ხო და მაგრამ ისინი რომ იქიდან რომ მიტინგზე იყო გამოსული და იგენი დასაცავი არაა ჩემო კარგო ხო და მეც ვიჩქარე და დაბლა იქენი ჩაგწერე მაგრამ ახლა აგერ იმაზე ისე 63 ნომრად ხარ შენ ხო და 64 ნომერი ხარ შენ ხო და 63 არის იგი რა ქვია ირაკლი დოკვაძე გამოვიდა პატიმრობიდან ხო და ირაკლი დოკვაძე შევუყანოთ უნდა ამდენი დაიტანჯა კაცი და ერთი არ უნდა გაიხაროს ცხოვრებაში არ უნდა მისი სათქმელი არ უნდა თქვას პარლამენტის და არ უნდა გააგებიოს საქართველოს ხო ამიტომ იგი რა ქვია 63 ადგილზე წერ იმას რა ქვია ირაკლი დოკვაძეს ხო და 64-ზე შავლეგ ჭოიძე ხო ეს ასე თუ ისე იგი თუ ასე მე 62-ს ფიქრობდი ადრე და მე მგონი გვეძლევა შანსი არ ვიცი ახლა გავიგონი აგერ იმან თქვა შავლეგ ჭოიძემ და იმან თქვა ჩუბინიძემ დავით ჩუბინიძემ თქვა რომ ისო რა ქვია მე მგონი 66 არისო თუ 64-ია და თუ შევხედავთ აგერ როგორ იქნება საქმე შევხედავთ ხო და შემოკარგებო თუ 100 არ დაჭედავს თუ 62-ზე დავშით ისე მაშინ ერთი ადამიანი ახლა შემოკარგებო ჩემო ნიკოლოზ მჟავანაძე უყურე ადრე თქვენ ახსენებდით ასე ბაბუცა პატარაიები ჩემო კარგო რას ნიშნავს ბაბუცა პატარაიები გამაგები მეც პატარაია ვარ კაცო და მეშლება ნევრები ამაზე ისე მომეშალა ნევრები რომ დავნევრიულდი ამ რას ნიშნავს ერთი გამაგებინია იურისტი კაცი ხარ ბაბუცა პატარაიები რამდენია საქართველოში შეიძლება კი არის მაგრამ პოლიტიკაში რამდენია ბაბუცა პატარაიები გამაგებინეთ ერთი კაცო რამდენჯერ უნდა ვიფნა ადრე თქვი ერთ ბლოკში თქვი ასეთი იგი ხო და ისე მე მაყენებთ შეურაცხყოფას ახლა თქვენ უკვე თქვენ სწორად დაიწყეთ ლაპარაკი ფემინისტები ახსენე ფემინისტებია იგენ და ნიკოლოზი გამოსწორდა ხო სწორად მაგრამ ახლა ნიკოლაიშვილმა დაიწყო რომ ბაბუცა პატარაია ნიკოლაიშვილები სხვაც კია ნიკოლაიშვილი მე იმას ხომ არ ვახსენებ კაცო ხალბატონო მაია მე ძალიან არ მომეწონა თქვენი სიტყვა კარგად იყო რამდენი იქვენთ რა ქვია ხო და კარგად დაიწყეთ კარგად ბოლოს ისე გადაასხით წყალი ყველაფერს და ისე გამანევრიულეთ ამ ხნის კაცი
ბაბუცა პატარაიები და თქვი ბაბუცა პატარაია პატარაიებს რატომ ყველა რაფერ ერჩით ყველა როგორ ერჩით ისე იგი არაქართველები სულთა არაქართველები ყველა როგორ ერჩით პატარაიებს რა დაგიშავათ ამ პატარაიებმა ლანჩხუთში ხომ გამაწამეს იგენმა სხვამა გამაწამეს არა სულთა ქართველებმა გამაწამეს აზოს მიმდევრებმა და შუმერების ნაშიერებმა და იმან გამამწარეს და ახლა კიდევ აქანეს იქენდა რა ქვია ხო და მინდოდა თქვენი დაბლა ჩაყვანა დაბლა ისე სულ აქედან ამ 62 ადამიანში მინდოდა ხო და გამზადებული მქონდა თქვენი მაგრამ მე მგონი ემატება და გეშველა მე მგონი ემატება ორი ადამიანი და გადაარჩი მგონიათ ხო და დაბლა იქნებოდი კიდე პარლამენტში ვერ ეღირსებოდი გამოსვლას ასე იცის მე ახლა ძალიან დაკვირვებული ადამიანი ქალბატონი მეგონეთ, მაგრამ ასეთი იგი არ უნდა მოგივდეს ასეთი. რუსულიც კარგად ცოდნია, მაგრამ არა, ასე არ არის. ჩემო კარგო, ასე არ შეიძლება. ხო და უკანასკენ ახლა კიდო რომ ასე გაიმეოროთ, კიდო გიჩივლებთ ისწორი სასამართლოში. გიჩივლებთ. ხო ეხლა ის კი ვთქვი ხო და მე მგონი და ჩება ასე როგორც ვიყავი და ემატება ესე იგი ირაკლი დოკვაძე და შავლეკ ჭოიძეს შავლეკ ჭოიძე გამოდის 64 ნომრად ხო და იგი 73 ირაკლი დოკვაძე ეხლა რა მინდა თქვა ახლა მეშახტე ახლა მინდა პატივცემულ ოცნებას და ბიზნეს თქვაო ბიზნა ეს მეშახტები რაღაცა მოვაგვაროთ ეს აგენის საქმე მოვაგვაროთ ის ასე რომ გამოსული ადამიანი შეიძლება მშიერია შეიძლება საჭმელის ფული არ აქვს გამოსული ადამიანი და იმას ასეთი იმას კი არ უნდა უპასუხოთ ყობახიძე ჩქარობს ნამეტარს და რაღაცა არ გამოდის კარგად მისი ნალაპარაკი რომ ისე გამოდის თითქოს არ აინტერესებს მას ამდენი ხალხი გამოსულია მეშახტები იმან ჩემო კარგებო ჩემო ოცნებავ მე მაქვს ასეთი აზრი რომ თავრობამ არა სახელმწიფო იმაში უნდა სახელმწიფო მართლობაში უნდა გადავიდეს ყველა დიდი იგი რომ არის აქვს სტრატეგიული ობიექტები აუცილებლად უნდა ჩვენ რომ შემოვალთ პირდაპირ ამაზე იქნება ლაპარაკი რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი არა ამ ხელა მარგანეცის იგია შახტი და იგი იქანე და მარგანეცი როგორი ისა იცი როგორი იგია მაგარი ისა მაგარი ფასიანია და იგი ასეთი იმერლებმა იციან ასეთი ლაპარაკი ისე იგი ზესტაფონელებმა გიტლერმა უთხრა სტალინს მამყიდე ფეროიო არ მიყიდა სტალინმა ფეროი და დაიწყო ომი ისე თითქოს მაგას გულდა ფეროს გულისა დაიწყო გიტლერმა ომი მაგრამ ისეთი იგი არის ფერო რო იყო იმის ზესტაფონის ფეროშენარდობის ქარხანა რომაა და იგი მარგანეცი ხო გამოიყენება იქინე ხო და მე ქუთაისში სწავლობდი ვორწელს და ვიცი მაგანის ლაპარაკიც ვიცი ყველაფერი ვიცი ხო და ამ მეშახტებს უნდა რაღაცა თუ ისე იგი ვერ იმაშობი და გაკოტრებულია იგი არა გაკოტრებული თუ უკეთესია აიღოს თავრობამ ხელში ხო და რაღაცა სახსრები გამოვნახოთ და გავაძლიეროთ ის იგი შახტა გავაძლიეროთ იგი რა ქვია ხო და აი ეს ხალხი ვამუშაოთ უნდა მუშაობა უნდა ყავდა მუშაობა შახტაში ჯერ ერთი ვინ ჩავა მე მილიონი რომელმცი არ ჩავალ იქინე შახტა მაშინ დაბლა მიწის ქვეშ არ ჩავალ ხალხი მიწის ქვეშ ჩადის ხო და იგენს კიდე არ ვაძლევთ სამუშაოს სიცხვილია ეს ჩემო კარგო ოცნებავ გთხოვთ რომ ეს საქმე მოვაგვაროთ დაპირდით ამ ხაზს შევასრულოთ უნდა რომ დაპირდები შევასრულოთ უნდა თუ რამე იგერ რაღაცა კომპენსაცია მაინც უნდა მივცეთ კომპენსაცია დროებით ხო და მე რას თქვი ის უნდა ყველა სტრატეგიული ობიექტები უნდა გადაეცეს თავრობას სახელმწიფოს ხო ეხლა კეთვი ეგენ ყველაფერი შევარდნა ახლა კიდო რა მინდა ისი ჩემო კარგო ოცნებავ ჩემო ბიზნა
მე არ მჯერავს რომ ამის უწინ რო იყო არჩევნები არა თითქოს წალენჯიხაში გაიმარჯვა ნაციონალებმა არ მჯერავს თქვენ ისე იგი რაღაცნაირად მიეცით საშუალება ერთი რაიონი ყოფილიყო ისე ნაციონალების არა მე ასე ვიცი რომ მიეცით თქვენ მათ საშუალება რომ მართოს ერთი რაიონი და რას გააკეთებდა იგი და რა გააკეთა გიხედავთ ნაცებმა ახლა მე გთხოვ პატივცემულო ბიზინა ჩვენ მე ვარ ლანჩხუთელი ბევრი ლანჩხუთში არის ბევრი ამ კონსტრუქციულ ოპოზიციაში ბევრი არის დეპუტატი ლანჩხუთელი და ახლა ურე ლანჩხუთში არის ჩემო კარგებო ურე შევარდნაძე იყო მამათიდან მამათის ტყიდან იყო გამოსული ხო და რაც გააკეთა კარგად იცით რაც სად გვიკრა თავი და სად რომ არა ბიზინა შეიძლება ახლა არ ვიცი ომი დაწყებული იყო შეიძლება საქართველოს არ იქნებოდა საერთოდ ახლა რომ წამოყო ზოგმა თავი აქეთ იმან აქეთ გიორხელიძე იმან თავი გონია აკადემიკოსები და თავი გონია ყველაფერი მაგრამ რა იქნებოდა ბიზნეს რომ არ გაემარჯვა რა იქნებოდა ახლა ამ სიტუაციაში ვიქნებოდით ხო და ვინ გაამარჯვებია ბიზნეს ჩვენ კონსტრუქციულმა ოპოზიციამ ისე სოციალისტურმა პარტიამ და სოლიდარობა მშვიდობისათვის ამათმა გავამარჯვებიათ ბიზნეს თორემ კონსერვატორებმა ყველა ხმა მიეცით 8 ნომერს ხომა ასე ჩამოკარგებო ამიტომ სალაპარაკო არაფერი არ გაქვენ გაჩერი თუკი რამე უნდა იქნათ ოცნებას რამე გავაკრიტიკოთ ოცნება ჩვენ გვაქვს უფლება გავაკრიტიკოთ თქვენ არ გაქვთ უფლება გააკრიტიკოთ იგი დაწყნარდით ყველამ და ვინც ამ 64 იმაში ხართ და ისე 172 ადამიანი ვართ იქინე დაწყნარდით ყველამ და გაჩერდით თუ გასაკრიტიკებელი იქნება ჩვენ გავაკრიტიკებთ აგერ მე გავაკრიტიკებ ეგერ იგი რა ქვია ვალერი კვარაცხელია გააკრიტიკებს მიხეილ ჟენტი გააკრიტიკებს არის კიდო აგერ იგენი რა ქვია ეს სოლიდარობა მშვიდობისათვის რომაა და ჩვენ გავაკრიტიკებთ თქვენ დაწყნარდით და თქვენ არ გეკუთვნის ბიზინა ივანიშვილის და ქართული ოცნების კი ხომ აგიხსენით რატომ ისე თქვენ არ მიგიციათ ამ კაცისთვის ხმა ჩვენ მივეცით ხმა თქვენ მიეცით ისე თქვენ იმაზე რომ წასულიყო საქმე თქვენ იმაზე სიტუაცია რომ წასულიყო თქვენ სასარგებლოდ ისე 8 ნომერი რომელმაც შემოხაზეთ არა მაშინ ისე უნდა შემოსულიყო პარლამენტში ისე თარხანმოურავი იგი რა ქვია ირომა კიდო მიქინე ორჯერ რომ გააყალბა არჩევნები ქალბატონი რომა ხო შევარდნაძის დროს ორჯერ გააყალბა იქინე იგი არის კიდო რა ქვია თოფურია არის და იგენია ეს ხალხი და იქიდე კონსერვატორებს ან ქარდავას მოუწევდა ან მახარაძეს ერთი ან ორი ადამიანი იქნებოდით დამთავრდებოდა ამის თქვენი ხო და იგი კიდე გახარიას თან უნდა გაერთიანება იმას თარხანმოურავს მე ხომ თქვი იქანე ერთ იმაში ვიდეო ბლოგში მაგ გავერთიანდეთ ეუბნება იმას გახარიას და შემოვიდოდა პარლამენტში მაგალითად ბიზინაზე რომ არ მიგვეცა ჩვენ ხმა არა შემოვიდოდა ისე ბიზინაი მიიღებდა დაახლოებით 46% ან შეიძლება 45% ხო და იგენი შეგვჭამდნენ ხო და შეიძლება ომიც დაეწყენ ამიტომ ქართულმა ოცნებამ და ბიზნეს ხელმძღვანელობით ჩვენ ისე იგი სოციალისტურმა პარტიამ და სოლიდარობა მშვიდობისათვის მოვიპოვეთ ეს რაც მოვიპოვეთ და კონსერვატორებს ეს არ მოგიპოვებიათ ახლა ყველას რომ კონსერვატორები ვარ თუ არა სწორი შემოკარგებო დაფიქრდით კარგად თუ არ ვარ სწორი ხო ბევრი აღარ მინდა ვილაპარაკო ბევრი ასრულებს იქ რა ქვია ქართული ოცნება ბიზინა ივანიშვილი ასრულებს ჯერჯერობით რაც დაკვირდა მაგრამ ალბათ რაღაცა უშლის ხელს რაღაცას ხო და ნიკოლოზ ჟავანაძე რომ შენ თქვენ რომ იმასობით რა ქვია იმას ეუბნებს და ჩადით აუცილებლად აცალეთ ამას იცის ალბათ იქიდაც იგი აქვს მოგვარებული საქმე როგორც რომ იქ მოაგვარა ამერიკაში და იმაში საქმე იქაც მოგვარებული აქვს ხო და მოწყინდა ხალხს ამდენი იგი რა ქვია არ უნდა ამდენი ყვირილი და ნიკოლოზ დაწყნარდი ყველაფერი თუ არჩევა და ახლა უყურე ნიკოლოზ
თუ არ ჩავა მაგენი ქართული ოცნება მით უკმეტესი ჩვენ და კონსტრუქციული ოპოზიციის მით უკეთესი გვექნება შემდეგ სალაპარაკო ხო და იმის გასაკრიტიკებელი გვეყოლება მე მით უკეთესია ჩვენზე თუ არ წავა ამით ახლა არ დაიქცევა ქვეყანა მაგრამ ისე კარგი იქნებოდა მაინც მოადგილე რომ ჩასულიყო იმის საქმე ან პრემიერ-მინისტრის მოადგილე ან ვიღაცა რომ ჩასული მაინც კარგი იქნებოდა სწორი ხარ ნიკოლოზ მაგრამ თუ არ შობა ეს ხალხი დავანებოთ თავი ასე დამრიგად შავლაკ ჭყოიძე ისო სია ჩამოწერილი მაქვს სია გამზადებული მაქვს სია ხო და იქ თქვი მე ჩემოსლა ჯერ არცაა იქინე ისინი საჭირო ბევრი მტრები მყავს იქანე აშენილი ბევრი მტრები მყავს თბილისში აქეთ ვერ მიბედავენ ვერაფერს ბათუმში და იმაში ვერ მიბედავენ ვერაფერს მაგრამ იქ ეტყობა ვორმა ისეთი იგი მომწერა რა ქვია კომენტარი რომ ეტყობა იქანი მყავს ბევრი მტრები ხო და დროებით მე ვერ ჩამოვალ იქიდან შავლეკ ბატონო შავლეკ ჭყოიძე ამიტომ გეუბნებით მომეცით თქვენ ტელეფონი და გადმოგცემთ მე სიას თქვენ ხო და თუ არ ვართ დარეგისტრირებული ცესკოში მაშინ შენ ყოფილხარ ადვოკატი ადვოკატი იუსტიციის გენერალი ყოფილხარ ხო და დაურეგისტრირდეთ ჩემო ბიზიკო უმცროსი ადამიანი ხარ ჩემს და იმიტომ გეუბნები თქვენი ტელეფონის ნომერი მომეცით ახლა ისე ჩამაწერი იმ ტელეფონზე ახლა თქვენ რომ დარეგოთ მე ვერ იმაშობი ამდენის ტელეფონს ვერ ხმარობ მე რომ მინდა იმას ქივაკეთებ მაგრამ ასეთიებია არ ვიცი ასეთი ხო და მითხარი ტელეფონის ნომერი ან იქენ დააწერე რომ აკეთებ ვიდეობლოგს დააწერე ისე იგი ჩემი ტელეფონის ნომერი დააწერე ზე მეწოდინება მაინც ხო და ასე დამრიგად კარგად მიდის საქმე ჩემო ქართველებო კარგად მიდის საქმე დაწყნარდით ყველამ ხო და მე შახტებს მოუვაროთ მე შახტებს რაღაცა მოუხერხოთ უნდა ნორმალურად ისე არც წვადი დავწვა და არც შამპური თუ არ არის სამუშაო და თუ ვერ საღდება ეს მარგანეცი მაგრამ არ მგონია მარგანეცი რო ვერ გასაღდეს ეს რაღაცა ხელოვნურადაა გაკეთებული ამიტომ ახლა კიდევ რა მინდა გითხრათ ისე თუ თქვენ ქართული ოცნება ვერ იმაშობით ამას არ გინდათ რომ ეს მარგანეცი თქვენ გაასაღოთ მაშინ ოპოზიციიდან დავნიშნოთ ერთი მინისტრი რაღაც ამ იმის რა ქვია ასეთი რამეების ისე მე შახტებს რომ უხელმძღვანელოს გინდა მეტალურგიული ქარხანა რომაა და აგენ დიდი ობიექტები რომაა ოპოზიციიდან დავნიშნოთ და არ დაგჭირდებათ იმდენი ხელფასი რასაც თქვენ ღებულობთ იქანა და მეტი ეკონომია გაკეთდება ხო და წაადგება საქმეს თუ თქვენ არ შეგიძლიათ ის და ხო და ახლა პატარა კრიტიკაც უნდა გითხრათ ახლა კომოს ტბაზე დასვენება და კოპაკაპანას პლიაჟზე წამოგორება და დუბაიში წამოგორება იქინე ბუშკალიფასთან ახლოს კარგია შემოკარგებო მაგრამ მე შახტევს უნდა ვეპატრონოთ ან თუ თქვენ არ შეგიძლიათ ჩვენ ამ კონსტრუქციული ოპოზიციიდან დავნიშნოთ მინისტრი იქნება თუ რაღაცა იქნება რაღაცა დაათქვით სახელი თქვენ დაათქვით სახელი რაც გინდა ამაზე ექვემდებარებოდეს რომ გაასაღოს ეს მარგანეცი გაასაღოს ეს ქვანახშირი გაასაღოს და ყველაფერი ეს ამას ეპატრონოს ამ იმას რა ქვია ის თუ არის სტრატეგიული ობიექტები რომაა ქარხნები რომაა ეგ სასუქის ქარხანა ცემენტის ქარხანა მეტალურგიული ქარხანა აგეს რომ და კინიგზა და იმას რაღაცა დავნიშნოთ თუ თქვენ არ გნებავს პატივცემულო ოცნება მაშინ ჩვენგან დანიშნე ვინმე ძალიან კარგი ხალხია ჩვენთან ძალიან კარგი ხალხია ხო და კარგად ბრძანდებოდეთ ახლა ყველა კარგად ბრძანდებოდ ჯანმრთელობას ბედნიერობას და კარგად ყოფნობას ისურვებთ ხო და მალე აღდგომა მოდის და ერთმანეთს მოულოცოთ ქრისტე აღდგამო ხო და კარგად ვიყოთ ყველა დაიბოგ счастья благополучия всем россиянам туркам которые 3+3 вот это которые организация есть которые там участвуют иранцы азербайджанцы армяне все да еще БРИКС еще с которыми я бы хотел чтобы Грузия чтобы участвовала в БРИКСе
I 3+3 აბეზაწელნა. კარგად ვზარდებოდეთ ყველა.